კარგად უნდა ავხსნათ, როდის გადმოგხედავს ჩვენ, როდის მოგვაქცევს ჩვენ ყურადღებას შეერთებული შტატები თუ მოგვაქცევს საერთოდ, მაგალითად, მიღებული იქნება თუ არა მეგობარი აქტი თუნდაც 2026 წელს. ბიძინა ივანიშვილი ბანდიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტურ კომპანიებში ხარჯავდა და ხარჯავს საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხას, მათ შორის იმიტომ, რომ ამ მეგობარი აქტმა გადაიდოს მისი მიღება, ან საერთოდაც ზედა პალატამ არ უყაროს კენჭი და არ დაამტკიცოს, არ მიიღოს მეგობარი აქტი. აქვე ვიტყვი, რომ მეგობარი აქტი ბევრს გონია, რომ არის მხოლოდ აქტის სანქციების, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბანდის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე არ არის ასე. სანქციების ნაწილის გარდა ამ ბანდიტების მიმართ წინააღმდეგ მეგობარი აქტი გულისხმობს ძალიან ბევრ ბენეფიტსაც ქართული სახელმწიფოსათვის, ქართული საზოგადოებისათვის. ასე მაგალითად, უვიზო რეჟიმს, პირდაპირ ფრენებს, ქარტიას, სტრატეგიულ თანამშრომლობას, მხარდაჭერას ქართული სახელმწიფოსი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ერთის მხრივ ყურადღებას რასაკვირველია უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას თემაზე, რომ მეგობარი აქტი შეზღუდავს და დაანგრევს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, ბანდა ხელისუფლებას, მაგრამ მეორე მხრივ მაყურებელს თუ საზოგადოებას უნდა ვუხსნიდეთ იმასაც, რომ მეგობარი აქტი ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია სხვა პოზიტიური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ გაღრმავდება, გაძლიერდება, ხელახლა დაიწყება, გაღრმავდება და გაძლიერდება ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორ შეერთებულ შტატებთან, მათ შორის სამხედრო სფეროშიც, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია და აუცილებელია ჩვენთვის. მაგრამ კვლავ დაუბრუნდეთ ახლა კითხვას, როდის გადმოგხედავს შეერთებული შტატები მაშინ და იმ პირობებში, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის დღევანდელ ადმინისტრაციას ურთიერთობები აქვს ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, თურქმენეთთან, ტაჯიკეთთან და უზბეკეთთან, ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფო. ბელარუსთანაც კი მის დიქტატორ ლიდერს ლუკაშენკას ელაპარაკებიან ვაშინგტონიდან და ეუბნებიან, რომ გაანთავისუფლე პოლიტპატიმრები, დაიცავი ადამიანის უფლებები, ნუ იქნები ასეთი მკვეთრი, ჩვენ მოვახდენთ შენს დესანქცირებას ნაწილობრივ მაინც და ასე შემდეგ. ელაპარაკებიან რუსეთს, რომელიც რასაკვირველია მათთვის მიუღებელი სახელმწიფოა, როგორც ოკუპანტის სახელმწიფო, უკრაინის წინააღმდეგ წასული, უკრაინის დაპყრობის მსურველი სახელმწიფო. ელაპარაკებიან რასაკვირველია უკრაინას, რომელიც ესედან მძიმე მდგომარეობაში არის სწორედ ხსენებული ოკუპაციის გამო. ესაუბრებიან სომხეთსა და აზერბაიჯანს, ისიც თქვენ რომ ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ეგრეთ წოდებული ტრიპ გაკეთების პროცესშია, მაგრამ შეთანხმება შედგა და 2 წელიწად ნახევარში სრულიად გაიმართება ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ხოდა შორის უსაფრთხოების კომპონენტსაც მოიცავს, ანუ ამერიკელები დაიცავენ ამ გზას და კავკასიის რეგიონში ამ თვალსაზრისით შემოსულად უნდა მივიჩნიოთ ამერიკის შეერთებული შტატები. ესაუბრებიან მოლდოვასაც და მოლდოვა რასაკვირველია უნდა იყოს ევროპული სახელმწიფო. რაღა დარჩა, ვიღა დარჩა, არც არავინ ეხა ბალტიის სახელმწიფოებს რო ესაუბრებიან, ამაზე არც გავაბახვილებ, ყურადღებას გვერისდებათ და საქართველოს დარჩა ესეთი ერთადერთი ქვეყანა პაპუაშვილისა და კობახიზის და პირველ ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელსაც არ ელაპარაკებიან და ბიძინა ამაზე გიждდება, რომ თუ ალიევი და მით უფრო ლუკაშენკო იმსახურებენ ყურადღებას ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერები, მე ამათზე უარესი რატო ვარო? იმიტომ რომ შენი სტანდარტი ქვეყნისა, დემოკრატიის სტანდარტი იყო გაცილებით მაღალი. შენ როგორც უფრო მეტ შენ ქვეყანას როგორც უფრო დემოკრატიულს მეტ სთხოვენ და არა იმდენს, რამდენსაც სთხოვენ ბელარუსს, ასე მაგალითად იმას დაბალი ამ ქვეყანას დაბალი სტანდარტით ელემენტარულზე ელაპარაკებიან და შენ ხუთბალიანი სისტემით 4-იანი მაინც უნდა მიიღო. ხო, იმათ სამიანს ეუბნებიან, რომ სამიანს მიგაღებინებ. შედალოს შვილო ბელარუსის სახელმწიფოს ლიდერს მიმართავენ ასე და ამ სტანდარტს აკმაყოფილებს ან ვერ აკმაყოფილებს. ეს სხვა თემაა, მას როდის დაელაპარაკებიან ბიძინა ხარჯავს ლობისტურ კომპანიებში ბევრს და ამერიკის შეერთებულ შტატებში მაინც უნდა ვთქვათ ღიად, ახლა უკვე შეიძლება არის ორი ჯგუფი. ერთნი ამბობენ, რომ გვარების დასახელების გარეშე ამ ჯგუფის ყოველ შემთხვევაში, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან მიუხედავად იმისა, რომ ეს ასეთია, ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები, უნდა გარკვეული ოფერები უნდა გავუკეთოთ ისეც როგორიც არის. არ არის ეს ჯგუფი სუსტი. თლად გულახდილები თუ ვიქნებით, უფრო მეცაც ვიტყვი,
ის უფრო მოცემულ ეტაპზე უფრო წარმატებულია ვიდრე მეორე ჯგუფი, რომელსაც წარმოადგენს პირველ ყოვლისა მარკო რუბიო და მარკო რუბიოს ჯგუფი, აგრეთვე ქვედა პალატაში სპიკერ ჯონსონის ჯგუფი და სხვები. ალბათ რასაკვირველია რესპუბლიკელები პირველ ყოვლისა და რასაკვირველია ჩვენი მეგობარი ჯო ვილსონი და არა მხოლოდ ის. აგრეთვე ზედა პალატაშიც რასაკვირველია სენატორი შახინი, სენატორი რიში ერთ პარტიას წარმოადგენს და მეორე პარტიას აქვე ვიტყვი. მაგრამ მეგობრები არიან, ამასაც ვიტყვი. ბარემ. მაგრამ არსებობს პირველი ჯგუფი, რომელიც წარმატებულია მოცემულ ეტაპზე და თუ დადებით განცხადებას არ აკეთებს ტრამპის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი საქართველოსთან მიმართებაში, არც უარყოფით განცხადებას არ აკეთებს, თითქოს მიგდებულია, საქართველოს გადადებულია საქართველოს საკითხი. ახლა ვინ მოიგებს ამ შიდა არასწორი სიტყვა დაპირისპირებაში, მეთქი ასე ვიტყვი, ვაშინგტონში ეს არის საკითხავი და ბუნებრივი ადრე იქნება თუ გვიან რომელიმე ჯგუფი უფრო მეტად დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს და შეამუშავებინებენ თეთრ სახლს თუ სახელმწიფო დეპარტამენტს პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა უბრალოდ რომ ეს იყოს ბიზნესთვის სასარგებლო პოლიტიკა. ბიზნესთვის სასარგებლო განცხადებები გააკეთოს ვაშინგტონმა, აღიაროს ბიზნესა ივანიშვილმა და სიმართლე გითხრათ, გამორიცხული ეს ყველაფერი არ იყო, რომ არა და ერთი ამბავი უნდა ვახსენო ახლა. რომ არა BBC-ს გამოძიება ქიმიური იარაღის გამოყენების დაობაზე. იმიტომ კი არა რომ BBC აპრიორი მართალია. არამედ იმიტომ რომ ესოდე რესპექტაბელურ მედიაში გაჩნდა ეს ჟურნალისტური გამოძიება და გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბიზინა ივანიშვილმა გამოიყენა პერსონალურად ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის ერთგვარი წითელი ხაზი, რომელიც უკან დაახევინებს მათაც კი ვაშინგტონში, ვინც ბიზინა ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გარკვეული პოზიტიური ურთიერთობების დალაგების მომხრეა. მათ უკან დაახევინებს, ანუ უფრო ის ჯგუფი იქნება გამარჯვებული მაღალი ალბათობით, რომელსაც ხსენებული რუბიო და კონგრესში, ქვედა პალატაში მაგალითად კონგრესმენი ვილსონი და სხვები წარმოადგენენ. იმიტომ რომ მათაც და ყველას გაუჩნდა ის არგუმენტი ხელში აქვთ, რომ აგე თურმე ბიზინა ივანიშვილი ექსპერიმენტის სახით თუ ექსპერიმენტის გარეშე თურმე ქიმიურ იარაღს იყენებს. დაშვებულია და საშუალებია რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა ქართული ხალხის წინააღმდეგ და დამთავრდა. რაც არ უნდა შემოგთავაზოს ბიზინა ივანიშვილმა, მათ შორის ამერიკული ინტერესების გატარება, რასაც ვერც თავაზობს, ეგრე მაგის პასუხია, მაგრამ რომ შემოგთავაზოს, ბიზინა ივანიშვილი უკვე წითელ ხაზს გადალახული ის დიქტატორია, რომელიც ჩაეწერა სხვა დიქტატორებთან ერთად. ეს არის ასადი, ეს არის კადაფი, ეს არის ჰუსეინი, სამარადისო მტრები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისა და კაცობრიობის მტრები კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის. აქედან ორი კადაფი და ჰუსეინი ცოცხლები აღარ არიან. ასადი იცით თქვენ რომ გაქცეულია მოსკოვში და მას ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში დიდი დრო არ უწერია, ან რუსები დაბრიდავენ, ასე ვიტყვი, მოიცილებენ, მოდი ასე ვიტყვი, ან ბუნებრივი სიკვდილით მოკვდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, გული გაუსხდა, ესეთებს გახეთქიათ გული, ანუ ან ავტოკატასტროფაში მოხდება, ან ვინმე ტყვიას დაახლის და ან ლოგინში სარეცელში დალევს სულს. ასადის ბედზე არ საუბრობ ახლა, არც მაინტერესებს, არც ბიზინა ივანიშვილის ბედზე საუბრობ, გულახდილად გეტყვით, მაგრამ ამერიკელები როგორც ჩანს მივლენ სწორედ იმის გამო, რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული ქართული ხალხის წინააღმდეგ, მაღალი ალბათობით. ახლა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ BBC ტყუის ქართული ოცნების ბანდიტური დაჯგუფების არგუმენტი მისაღები არის მათთვის და ისინი ეყრდნობიან იმას, რომ აგე BBC თურმე გაუყალბა გამოსვლა თვით დონალდ ტრამპსაც, რომელიც 5 თუ 10 მილიარდს ედავება BBC-ს. სხვათა შორის აქვე გეტყვით, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ტრამპი მართალია ამ მიკროკეისში არ ნიშნავს ეს, რომ BBC აპრიორი ტყუის ყველა სიუჟეტში და ყველა ჟურნალისტურ გამოძიებაში. BBC რაც არ უნდა შეცდომას უშვებდეს, რაც არ უნდა შეცდომა ჰქონდეს მას დაშვებული, ყოველი უხეშად 1000, არა, ცოტაც ვამბობ, 100,000 სიუჟეტიდან, გამოძიებიდან
მასალიდან, სტატიიდან და ასე შემდეგ ცდება ერთხელ 100,000-დან შეცდა ტრამპთან მიმართებაში 100,000 გამოძიებიდან თუ სიუჟეტიდან და დანარჩენი 999 კი არა 99,999 ჯერ სულაც არ ცდება. ამიტომ ტრამპთან ტყუანი BBC არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ტყუანია ქართულ ოცნებასთან. არა ვარ მართალი, მაშინ გაბედოს ქართულმა ოცნებამ პირველი მოიწვიოს საერთაშორისო გამოძიება. გაუხსნას საერთაშორისო გამოძიებას როგორც დოკუმენტაცია, ისე საცავები. შეამოწმებინოს ის მარაგები, რომლებიც მას ჰქონდა და მაღალი ალბათობით გაქრა. სრული ერთწლიანი უხეშად ვლაპარაკობ, გამოძიების შესაძლებლობა მისცეს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფებს და კომისიებს. მე მგონია, რომ ეს არ გამოიღებს შედეგს, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას გადამალული კი არა, განადგურებული ექნება ფაქტები. მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა ვცდები და შესაძლოა საერთაშორისო გამოძიების გამომძიებლებს აქვთ ის მეთოდები, რომლებთან შესახებაც მე წარმოდგენაც კი არ მაქვს გამოცდები ობიექტური გამოძიებისა. ცოდნა ობიექტური გამოძიებისა, ცხადია მე არც შეიძლება ვიცოდე რა როგორ ქმედებენ ისინი და როგორ იზიებენ ამა თუ იმ საქმეს. არა ვარ ამ შემთხვევაშიც მართალი. კეთილი ქართულმა ოცნებამ მოდი დაამტკიცოს თავისი სიმართლე საერთაშორისო უბრალოდ ბრიტანეთის სასამართლოში. უჩივლოს იმ BBC-ს. სტამბი ხო უჩივის ტრამპი. ამართმაც უჩივლო. მარეგულირებელ კომისიაში და სასამართლოში. გაიარო რისკს და დაახლოებით რა გზას გაიარა ეზერაშვილმა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ცოტა მეტის შესაძლოა და ეზერაშვილმა დაამტკიცა თავისი სიმართლე. ამათმაც გარისკო ვინ იცის და მე დარწმუნებული ვარ რომ BBC-ს ჟურნალისტებს გადანახული აქვთ მყარი არგუმენტები, დოკუმენტები და მყარი არგუმენტები, რომლებთა გამოაშკარავების და სასამართლოზე წარდგენის შემთხვევაში ვინ იცის და კატა ქართული ოცნება გათხრის და თაგვი უკაცრავად და კატას გამოთხრის. მირთხა, გათხრის და დიდ კატას გამოთხრის. და მართლა დამტკიცდება უკვე შემდგომ და თუ დამტკიცდება სახილის ნიშანი თუ დაესწრება ამ წინააღმდეგობას რომ ქართულ ოცნებამ გამოიყენა ქიმიური იარაღი ისედაც ასადისა და კადაფის გვერდზე ჩაწერილი ბიზინა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტი სახილის ნიშნით ჩაეწერება მათ გვერდით მიუხედავად იმისა რომ ლეტალური შედეგი არ დამდგარა საქართველოში, მაგრამ ჯერ ერთი ვინ იცის რომ არ დამდგარა, ვინ იცის რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანების მცირე ნაწილი შესაძლოა 2, 3, 5, 7 ადამიანი არ გარდაცვლილა და გარდაიცვალა ბუნებრივი ამ 1 წლის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი მაინც ათეული მაინც ვინც აქციების მონაწილე იყო. ვინ იცის რომ არ დააჩქარა სიკვდილი მათი იმან რომ მათ გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ამიტომ ქართული მედიის ერთ-ერთი ვალდებულებაა რომ ეს თემა როგორც ასეთი არ გახადონ არა აქტუალური. პირიქით აქტუალური უნდა იყოს და სულ მინიმუმ უნდა დავსვავდეთ კითხვას 4-ზე და 5-ზე რომ ველაპარაკება ბაბუგა ბანდიტი მდინარაძე 4-5 დეკემბერზე 28-ში 29-ში 30-ში პირველში 2-ში და 3-ში რა გამოიყენა ქართულმა ოცნებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ. რატო არ მელაპარაკება მინიმუმ გადავაგორეთო რომ ფიქრობენ დამოწურულიაო თემაო რომ ამბობენ ხმამაღლა კვლავ მეორე 29 ასე მაგალითად ნოემბერს რა გამოიყენეთ რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეთ ქართული ხალხის წინააღმდეგ. სულ რო ქართულ ხალხს შეცდომა ჰქონოდა დაშვებული იმ დღეებში და ვთქვათ პარლამენტისკენ ესე არ იყო, მაგრამ მაინც პარლამენტისკენ მიდიოდა შტურმით. თქვენ გამოიყენეთ თუ არა ქიმიური იარაღი 29 კვლავ მეორე 29 ნოემბერს 30 ნოემბერს 1 დეკემბერს 28 ნოემბერს 3 დეკემბერს 4-ზე 5-ზე არც ვლაპარაკობ, თუმცა იქაც დემაგოგიური არგუმენტი ჰქონდა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ იქ კოდები ერთმანეთს არ ემთხვევა, გაზავებული რაში ეს შორს ამოყავს. ეხლა ეს საუბარი ბევრჯერ გვისაუბრე. ამიტომ წითელი ხაზი გადალახარა ქართულმა რუსულმა ოცნებამ და ბიზნე ივანიშვილმა იმათაც კი ვინც შეერთებულ შტატებში ფიქრობდა რომ ბიზნე ივანიშვილის ბანდიტურ ხელისუფლებასთან ჩვენში დარჩეს და მოდი დავალაგოთ ურთიერთობები, იმიტომ რომ ეს არის რაღაც შუა დერეფანი, ჩვენ ეს მნიშვნელოვანი რეგიონია, რუსეთს როგორღაც უნდა მოუწყვიტოთ, ბიზნესთან დავლაგდეთ, მაგრამ მაინც ბიზნესთან ჯერ ერთი არ ალაგდება, რუბიოს წერილი არ მიიღო. მაგრამ ოკეი, კარგით. ბიზნესთან ჯერ ერთი არ მე მეორე არ ალაგდება, იმიტომ რომ ჟაზა შათილიშვილი მისი ფილოსოფოსი სამ დღეში ორჯერ აგინებს ვაშინგტონს. Deep State-ს უწოდებს ტრამპს და გლობალური ომის პარტიას
მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ოლიგარქების მართულს უწოდებს ტრამპს, რაღაც 15 ოჯახი სიგიჟეები თავისი. ხო? არ ალაგდება, არც უნდა ბიზიდა ივანიშვილი რუსს დალაგება ვაშინგტონთან, მაგრამ უბრალოდ უნდა თავისი პირობებით, ასე ვიტყვი. მაგრამ სულ რომ ჩდებოდი ახლა, კვლავ ვიმეორებ, ვეღარ დალაგდება შტატები ბიზნესთან. დამთავრებული ამბავია ბიზნა ივანიშვილი. ახლა დროის ამბავია შეერთებული შტატები როგორ მეთოდს მოიფიქრებს მოსახრჩობად ბიზნესი. ოღონდ იმისთვის რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ეფექტური იყოს აქ ამ რეგიონში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქ თბილისში, ასე ვიტყვი, ამისთვის აუცილებელია რომ ქართველი ხალხი იყოს უფრო ქართველი ხალხი რაოდენობრივად იყოს უფრო აქტიური. ანუ გამოდიოდეს არა 1780, არამედ 2860. 2860 კი არა, 22678 მოქალაქე ქუჩაში. გამოდისო ბევრი თქვენგანი მეტყვის განსაკუთრებულ დღეებში შაბათობით ან რომელიმე თარიღს თუ დაემთხება. გამოდის, გადაარა. მაგრამ კიდე უფრო მეტი აქტიურობა მართებს, იმიტომ რომ ჩვენი გასაკეთებელია ხო პირიქითაც ამბობენ ხოლმე, მაგრამ 90% ჩვენი გასაკეთებელი. აი 10% იქნება შეხიდება. უხეშად 7%, არა სხვაგორად გავყოფ იმათ პროცენტს. 4% ამერიკიდან, 4% თქვათ ევროკავშირიდან და 2%-იც უკრაინიდან. ხა ესეც პირობითი პროცენტული მაჩვენებლებია, ხო? ბიზნეს დაერხა. ამას თუმრის უღრანების ბინადარი ვერ გაიგებს, მაგრამ მას დაერხა სწორედ იმის გამო, რომ იცოდა თუ არ იცოდა, რა იცოდა რა საკვირველია მის გარეშე ამავინ იღებდა ამ განაცხადებას, სწორედ იმის გამო, რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ. აი, ასე მოვედით ჩვენთვის სახელმწიფოსთვის რეალურად ძალიან მძიმე ამბავი. რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება როცა ასე გებრძვის, არ გებულ ხარ სული სიტყვა მესმის, არასწორის ნარი, მაგრამ მაინც თურმე არ ვარგი ხარ. თურმე იმ სახელმწიფოდ ვერ შედექი, როგორ სახელმწიფოდაც უნდა შემდგარიყავი, რა და რა შანსები გქონდა. არა უშავს, გამოვასწორებთ, დავეწევით, როგორც თავარია, რომ ახლა ბიზიდა მოვიცილოთ და შეძლებს დაგვარად უმტკივნეულოდ. ნახვამდის.